მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და ვისაც უცნაური სიზმრები გაწუხებთ, მე მინდა თქვენზე გავაკეთო გაშლა. რომელმა დასტამ დამიძახე ხლა აქ ვერ ვიმაშვები. რატო ვეღარ ვაფიქსირებ? შავი დასტა. სადახარ? სადახარ? აი აქ. აქ არის. რატომ მეძახოდი ძვირფასო? რატომ მეძახოდი? რატომ ნახოთ? რატომ მეძახოდი? რა ინფორმაცია გაქვს ჩემთვის? რამდენ ვარიანტზე? მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტზე გაშლა. რას ნიშნავს ეს თქვენი სიზმრები? პირველი მეორე ვარიანტი, მაგრამ მოდი გამოვიყენებ გურმალინის ქვა. ეს სერამიკის ქვა იყოს. რადგანაც დასტა შეიძლება გამოვიყენო ორივე ერთ გაშლაში. ამიტომ ქვების მიხედვით აერჩიეთ. და ვინც აერჩია პირველი ვარიანტი, ვაპაუზებთ ან ციფრებით, ან რომელიც თვალებს დახუჭავთ, გაახელთ რაღაცა, მე რაც დაგიძახებთ ის არის თქვენ. ნახოთ აბა ვისაც ეს თქვენი სიზმრები მინიშნება, უნდა მიაქციოთ ყურადღება, არა თუ რა ხდება. საგვარეულო ხაზიდან გაქვთ აქ მენიშნება. შეიძლება თქვენი სახლი, ოჯახი ან თქვენი ნათესავები არ არის გამორიცხული, ეს იყოს ძირითადად სიზმარში. აქ არის საგვარეულო ხაზიდან პირდაპირ მინიშნება. ერთ რაღაცას გეტყვით ხალხო. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გაგონილის დონეზე და აი ნასწავლები უბრალოდ რო გასწავლიან ესე მოიქეცი. ეს ნახეთ რაღაც ახლა არ ვიცი დამეტყო თუ არა, მაგრამ გონებაში გამიარა და შესაძლებელია ჩემთვისაც იყოს ერთგვარი ეს მინიშნება, ხუნდ ახლა გავიაზრე ბოლომდე. აი რაღაც გადაიხსნა ახლა აქ ინფორმაცია ჩემთან. ნახეთ, აი სწავლებას მე ყოველთვის გეუბნებით, რომ არ გააკეთოთ. როდესაც დედა გარდაიცვალა, მე გავაპატიოსნე, მაგრამ დამხმარე ქალი მყავდა.
გვერდით. ძირითადად ისე მევიმასქენი გავაკეთე, მაგრამ ამ ქალმა მასწავლა, რომ ნახეთ თუ რამე გაწუხებსო, ვითომ ხელიო რაღაცა მივიწყე მოწყე, რაღაცეები მოკლედ იქ და ესე გააკეთეო. და რა თქმა უნდა ეს გავაკეთე, მაგრამ ბევრ გონიათ რომ თქვენ განთავისუფლებით რაღაცა ტკივიდან, ახლა დედაზე ახლობელი, ახლა უცხო მიცვალებულთან ამას ვერ გააკეთებ. მე რა ვიცი, ახლა დედაჯემს უნდა ჩემთვის თუ რამე სიგეთე იყო დედამიჯის გულზე, ხო? ლოცვა ქონდა სასწაული. თუ სადმე დედის ლოცვა არსებობსო, მერტო ესე იცოდა თქმა და ნუ მე თავისი ტექსტი ქონდა. ნახეთ როგორ არის იცით, მე სადგივარიდან არ გამთავისუფლებულ ვარ, პირიქით, წონაშიც მოვიმატე, პრობლემები ჩემექმნა და ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცა მეკაჩებოდა. სულ მესიზმრებოდა ეს დედი კოჭი, ახლა კავშირი მე მიცვალებულებთან ზოგადად მაქვს, მაგრამ მიზეს ვერ პოულობდი. მე ეხლა მივხვდი კიდე ბევრ რაღაცას, ნახეთ, აქამდე რომ სხვანაირად რაღაცებს ვხედავდი, თუმცა რასაც ვფიქრობდი, ის ზუსტად ისეა, მაგრამ ეს დამატებით კიდევ პლუს რაღაც, ნახეთ. სინამდვილეში მე გავაკეთე მიბმა საკუთარ მიცვალებულთან, ჩემი ხელით. ამიტომ იყო, რომ სულ ვიყავი ავად, სულ რაღაცა ფეხი მიცურდებოდა, ხან რა ვიცი გვერდს ვიმარ, ხან ფეხი მევით, ეხა კინაღამ თვალი წამოვითხარე, ერთხელ ისეთი ცუდი დაცემა გავაკეთე. ცხვირი კი გავიმრუდე, სხვათა შორის მოვიბრანცე. და ესეთ რაღაცა მემართებოდა. ყველა რა გჭირს, მე რაღაცა მისტანსეც ვიყენებდი, ნუ მაგას დავაბრალე, მე მისი სურათი მქონდა სულ განთავსებული თავარ გვერდზე, მაგას დავაბრალე, ავიღე ყველაფერი გამოვსპე მოკლედ, ნუ გამოვედი ცოტა, მაგრამ მაინც არ ჩაიხსნა ბოლომდე, ანა მე არ გადავედი ოფიციალურ წმენდებზე. ნახეთ, სანამ არ მივედი მაგამდე, მაშინ თავს ვარიდებდი ამ ყველაფერს, ეს არის დიდი ხნის ამბავი, 10 წლის მაინც. და ეხლა გეუბნებით, ხანდახან არის, რომ ის საჭირო ინფორმაცია მოდის, რავი, საჭირო დროს, როცა მზად ხართ თქვენ ყველაფრის გასაცნობიერებლად ხართ, მზად, მაშინ შეიძლება ვინმეს ის რომ მეთქვა, მე გამაცნობიერებინა, ეს მიმიღოს ხვანაირად დეპრესიაში ჩავარდნილიყავი, გადავრეულიყავი, ანუ გამომელანძღავინ მე. ხო არის ესე, აი ეტყვი ადამიანს მინიშნებას ან რამეს ეტყვი და იმხელა რეაქცია აქვს, რომ აი რას ქვია ხო ხდებით, ეს მითხარი და ასე მითხარ, შეიძლება დასცინო და რავი, შეიძლება ნუ რაღაცები ჩაიდინო, ხო, არაადეკვატური რა თქმა უნდა. და არა ის რომ ეს გაიაზრო, რატო გითხრა ადამიანმა და რატო მოვიდა ეს მინიშნება შენთან, არ ხდება, ხო, ტყუილად, იმიტომ მქონდა ესეთი შემთხვევა. დღეს სხვათა შორის ის ქალბატონიც ეზოთერიკას, ნუ აწუებას ესე ვიტყოდი, მთლად ვერა, მაგრამ რაღაცა კარტზე იმაშობდა. მანაც მითხრა მაშინ, რომ როგორ არის, იცი რა, ნინო, ეს სურათი აიღე რა მთავარი გვერდიდანო. ძალიან გთხოვო. არ გეწყინოს ხა დედა ისა და ავიღე, მაგრამ თან მეწყინა. ესე იგი, მე მაშინ არ ვიყავი, ხო? მეტის ინფორმაციის გასაგებად როგორ ვიქნებოდი მზად, ესეც ამანაც გამაღიზიანა. მისი ტანსაცმელი რაღაცა გაცვიაო, მეც ისე მას ესეც კი გავიხადე, მივხვდი, მაგრამ ესეც მიუღებელი იყო ჩემთვის რაღაცას, აი რო ჯუჯღურობ თან შინაგანად, ხო? ესეთი ნახეთ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 10 წელი გავიდა ხალხო ამ საქმეში ვარ და ეხლა გავიაზრე მეთქი გეუბნებით. თქვენ ერთხელ მოხვალთ და დაუშვათ რაღაცა გაშლაც გააკეთებ და ყველაფერი გინდათ იდეალურად გაიაზროთ. ნუ კი გინდათ გასაგებია, მაგრამ ძალიან სასაცილოდ ჟღერს. ეხლა ალბათ მიხვდებით, რომ მართლა სასაცილოდ ჟღერს. არ არსებობს ესეთი რაღაცა და მე რეაბრალებთ ან ეზოთერიკოსებს, ან რაღაცას, არა. თქვენი ცნობიერი
ჯერ არ არის ამისთვის მზად. კი, გითხარი, დაუშვათ რაღაცა, მაგრამ გაიგე, ვერ გაიგე და ეხლა მე როცა შევატყობ ადამიანს რაღაცა ვერ გამომხვალ, მე უკვე იქ გინდა არ გინდა ვაჩერებ და მის ენაზე ან სხვანაირად ფორმით იმაშო, იმიტომ რომ არ არის ამისთვის მზად. აი ამიტომ ეს რო ვინმე თქვა, საერთოდ შოქს მივიღებდი მაშინ. მე თვითონ საკუთარ თავს გაუკეთეთ ჩემს მიცვალებულთან მიბმა. გაიგეთ რა ხდება? ახლა წადი და იძახე შენ ვიღაცამ სასაფლაოს მაგია გაგიკეთა, ის გაგიკეთა. არა, არავინ არაფერი არ გაგიკეთა, შენ გაუკეთე შენ თავს. და საქართველოში ზოგადად აი ეს პრობლემა არის. მე ასე ვიტყოდი 80%-თან თქვენ გონიათ სუყველას, რომ ვიღაცები ჯადოს არ გიკეთებენ. ჯადოს გაკეთება ადვილი არ არის და კი კეთდება, მაგრამ კაი 80 თუ ბევრი 70% მაინც და всё, მეც მე არ დავაკლებ. თქვენ თვითონ აზიანებთ თქვენს თავს. ისე რომ ვერც აცნობიერებთ და მით უმეტეს ეს მოდის აი ქვემოდან. აი ეს გაუაზრებელი ქმედებებით და მე ეს მიამინე ხალხი რო გამოაკურთხეილოც ის და მაგირო შველოდეს მარტო მაშინ ეს პრობლემები აღარ იქნებოდა საქართველოში, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს ქრისტიანულ ეგრეგორზე დგას. და მარტო ეგრო შველოდეს არც ჯადუარი არსებობდა, მოდი ასე გეტყვით საქართველოში. ან არ გაჭრიდა და რავი 95% პირიქით მაგიითაა დაზიანებული და რანაირად ხდება? 5% გამოვრიცხავ, კი ბატონ. რანაირად არის მაშინ? ხო? კი შველის, მაგრამ რაღაცა ბოლომდე ვერა. ეს ვიცი ზუსტად. და ამაზე ვინმე არ მეგამოდოს. ნახეთ, აი ამიტომ გეუბნებით. მე თქვენ გეუბნებით. თქვენ აქ გაქვთ მინიშნება ამ წუთში და მეც ეხლა რაღაცა გავიაზრე, ეს გასაკაზო ჩემზე კი არ არის, უბრალოდ აი ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ რეალური ჩემი ცხოვრებიდან მე თქვენ რაღაცა მაგალითი მოგიყვანოთ, რომ არ ვიბუტბუტოს ხვისი და მე მაქვს ძალიან უზარმაზარი გამოცდილება. და უზარმაზარი, იმიტომ რომ მე ვქმნი ჩემს ცხოვრებას. მე არ ვარ განებიურებული, ვიღაცამ რაღაცა დამიტოვა, ვიღაცამ შემიქმნა, ვიღაცამ სიტყვა შემაწია, ვიღაცამ ხელი წამომეშველა და ვიღაცამ 1 გრამი რაღაცა ეხლა მივიღე. ასეთ ზურბას საჩუქარი მე ვინმესგან არ მიმიღე, რომელიც გამოფინე წინ. აი ეს ბეჭედი რო განახეთ. არ მახსოვს, აწი შემიძლია თქვა, რომ რაღაცა საჩუქარი ცხოვრებაში მიმიღია ძვირფასი. გამიგეთ ისი თქმა მინდა. ეს არის ჩემთვის, ძალიან უცხო. ამიტომ მე მაქვს ცხოვრებისეული ძალიან დიდი გამოცდილება. და გეუბნებით ყველაფერს რეალურს, რასაც გეუბნებით. მე რა ვიყო ახლა განებიურებული და რაღაცა ეს ყველანაირად, აღარ მინდა მეტი რაღაცების და თქვენ თვითონ მიხვდებით. ეს უკვე მაშინ ამდენს ვერ ველაპარაკებდი. ხო, მაშინ მომიწევდა სხვისი მაგალითები, სხვა რაღაცა გაგონილის დონეზე, პეტრე მომიყვა, პავლე მომიყვა. არა, მე გიყვებით ყველაფერს რეალურს. რაც გავლილი, გააზრებული, გადახარშული და აი ზუსტად ვიცი, რომ 100%-ით ასე არის, წყალი არ გაუვა. გამიგეთ? კი, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ისტორიას გიყვებათ. ეს არის წამოკითხული, გაგონილი თუ ასე შემდეგ. თუ რეალურად მის ცხოვრებაზე გადატანილი. ამიტომ თქვენთან ის მინიშნება, რაც არის და თქვენ თუ კი გესიზმრებათ ის ეხლა საგვარეულო ხაზიდან ახლობლები ან ძველი თქვენი საცხოვრებელი ადგილი. ძველი საცხოვრებელი ადგილი. სანამ არ გაქრება, იცოდეთ იმ ადგილიდან მოდის რაღაცა გავლენა არის დაზიანება. შეიძლება თქვენ ამერიკაში ხართ? რატო ახსენი ამერიკა არ ვიცი, მაგრამ ვიღაცას ზუსტად ამერიკაში არის, ეს ზუსტად ვიცი.
და ეს ინფორმაცია იმისთვის არის. ხო, ვიღაცა შეიძლება რაღაც ისეთი უცხო ქალაქი მოდის, ეს ვერ ვამბობ სიტყვით, მაგრამ ძალიან ისეთი უცხო ადგილას არის კიდევ, მაგრამ თქვენი ხო, ძალიან ისეთი ადგილია. ქალაქი არ არის, ვიღაცის ენერგია წამოვიდა ესეთი. მისმენთ აქ, უეჭველი. როგორი ადგილია, რაღაცა რუსეთის მხარეა თუ რომელია, რაღაცნაირი მხარეა. არ არის ძალიან დიდი კომუნიკაციები, თქო ესე მგონია თითქოს. შეიძლება სოფელი ან რა ვიცი ისეთი გარეუბანიდან ვიღაცა ხართ აქ. მაგრამ თქვენი საგვარეულოს გესიზმრებათ ან საცხოვრებელი და ფიქრობთ რომ გენატრებათ. უკაცრავად. ეს მონატრება არ არის, ეს არის მინიშნება რაღაც გავლენა მოდის იქედან, რომელიც არ არის გამორიცხული, ნახეთ საქართველოში თქვენ ჩაკეტილი იქნებოდით. დანარჩენება მინიშნებად მიიღეთ. წახვედით ისეთ ადგილას, აი ჩაკეტილ ადგილას წახვედით ისევ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს რო შეიცვლი ზოგადად ეს მაგია და ისინი ნეიტრალდება, მაგრამ გავლენა აქვს თქვენზე, მაინც გავლენა აქვს, იქ მოდის, იქ თქვენთან. ეს კონკრეტულად ვიცი ვიღაცას ეხება. ზოგადად რო შეიცვლით ქალაქს, არ აქვს ამ ყველაფერს ზალა, ხო? იქ ნეიტრალდება ბევრ რაღაცა. მაგრამ თქვენ ნახე აქაც ჩაკეტილი იყავით, იქაც ჩაკეტილი ხართ, ვიღაცა ხართ. ისეთ ადგილიც ისეთი გაქვთ ჭერჭეული. კი, თლად ისი არა, როგორც ეხლა საქართველოს, მაგრამ არა, თქვენ თვითონაც გრძნობთ ამას. ეხლა უფრო გაიაზრებთ ამ ვიდეოს შემდეგ. და რა ხდება? ეს არის გავლენა, აქედან აქვს კიდე. ამას ამკიდან განთავისუფლება გჭირდება, გაწმენდა სჭირდება ამ ადგილს, რა ვიცი მე, შეიძლება როგორ არ შეიძლება, კაცო, ეგ ადგილზე მისვლა არ არის ხალხო საჭირო. სახლში თუ არა ხართ, დაუშვათ საქართველოში, გაწმენდა აქედანაც არის შესაძლებელი, ოღონ ტაქტიკოსის მიერ, თქვენს მიერ არა. კი, სახლის და ნებისმიერი სივრცის. ნუ ეს უკვე აქედან მე არ გასავლი, რა თქმა უნდა, ეს ხდება უკვე პირად გაშლებში და დიაგნოსტიკებში, ხო? და თუ იმეს ესეთი წმენდები გაინტერესებთ, კი ბატონო. რატომღაც აქამდე არც მომაფიქრ და არც ვერც მოვიაზრე, რომ ეს გამეკეთებინა. ეთყობა არ იყო აქამდე ამის დრო. ეხლა შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ სერვისითაც. თუ რამე სახლები, რავი, თუნდაც მანქანები, თუნდაც რაღაც ადგილები გასასუფთავებელი გააქვთ. ეს უნდა გასუფთავდეს, ეს უნდა ჩაიხსნას, ეს ადგილია თვითონ დაზიანებული, ნუ ახლა კონკრეტულად აქ ვეღარ ვიტყვი, აღარ გავაგრძელებ, ვიღაცის სივრცეში კი შევედი, მაგრამ ისეთნაირად, რომ მაინც საჯარო გაშლა არის, ხო? შეიძლება თქვენს გჭირდებათ, მაგრამ ეს ამოდის ადგილიდან, საგვარეულო ხაზიდან მოდის ყოველ შემთხვევაში. აი თქვენი მინიშნება ზუსტად ეს არის. იმიტომ გაქვთ ეს აკრიტებული ადგილი, ერთი ადგილი, შეიძლება თქვენი ძველი სახლი, თქვენი წინაპარი და ასე შემდეგ. ეს არის, ნახეთ, უკვე ტოქსიკურობაში გადასული და შესაძლებელია მეორდება და მეორდება, მარტო თქვენზე არა, თქვენს გვარზე თუ ასე შვილებზე, ან შეიძლება დაძმაზე, თქვენს ხაზში ერთი და იგივე რაღაცეები ერთნაირად შეიძლება ერთი პრობლემა ერთნაირი რაღაც ერთნაირი მონახაზი არის ერთადად ვიღაცასთან მეტნაკლებად ეხლა როგორ არის იცით შეიძლება ქალის ხაზზე უფრო ძლიერად გადავიდეს და ბიჭებთან არ გადავიდეს ამ პირიქით ბიჭებთან გადავიდეს უფრო ძლიერად ქალის ხაზზე არა და ესეც შეიძლება ხო არის შემთხვევა რომ აი ჩემი დავუშვათ ძმა კაცო ბედნიერი არაფერი პრობლემა იმიტომ ქალის ხაზი არ დაზიანებული უკვე ამ შემთხვევაში ამიტომ ესენი გასარკვევი გაქვთ რა როგორ და თუ ნახეთ ერთი ხაზი თუ ადაზიანებული იმ ხაზს გაყვება ანუ იმ მონაგარებას გაყვება ეს ყველაფერი ეს პრობლემები გამიგეთ ისი თქვა მინდა თუ ქალის ხაზია დაზიანებული გოგო რამდენი გაჩნდება დაიბადება გაყვება გოგოს ბიჭის ხაზი ბიჭი დაიბადება ბიჭს და ასე შემდეგ ამიტომ ამას მე იმიტომ გაქვთ ეს მინიშნებები მანახე კიდევ აქ რა ხდება იცით რა არის ეს ენერგია მიაქვს აქ
ენერგია მიდის, მაგრამ ჭიპიდან რატომ მიდის ენერგია? ჩაკრები გაქვთ გასასუფთავებელი, ჩაკრები. ენერგიის გადინება. ხო, ზოგჯერ ჭიპსაც სჭირდება, რომ იცოდეთ გახურვა, დაფარვა. კი, ყველაზე სუსტი ადგილი არის სხვათა შორის. კარგი, კიდევ რა არის აქ, რა პრობლემა, ენერგიის გადინება. არა, ეს მოგვარდება, განა არ მოგვარდება. მოგვარდება, თქვენ სწორი მიმართულება იცით უბრალოდ. იცით, კარგი. დააკვირდით რამე ინფორმაციები კიდე აქ მოდის. შესაძლებელია ვიღაცამ გითხრა შენ ეს არ გამოგივა, შენ ამას ვერ შეძლებ, შენ რაღაცა ამას არ მოусმინოთ. რას ნიშნავს ეს? ხო, ეს თქვენ გაკარგვინებთ წარმატებას. ამ გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, არ ყავით. დაგაბირეკით, გაიცინეთ ესეთ რაღაცა. ზოგადად მოდი ესეთ რაღაცას გეტყვით. ადამიანი ეხლა მუშაობას რო დაიწყებს ადმე, ესე გონია რომ მუშაობა დაიწყო და თავში ავარდნის თემები ბევრს აქვს და ვერაცნობიერებენ რომ თავში აქვს ავარდნის თემები. ზოგმა ვიღაცა მანქანაშიც ბევრჯერ მინახავს ეხლა და უბრალოდ დააკვირდით, გოგონები გამოდიან რაღაცა ეს ჯერ ერთი საქართველოს რავაიმიდან გამოყავთ ეხლა ცენტრიდან მანქანები და მეურადი დამცხროულ მანქანები ჩამოდის უსუღველა შეკეთებული 1000-ში რემონტებული ვისი რა ნათრევია ვერ მაიცის და გამოფენენ და მანქანა იყიდა და მithumetet ქუსლებით რომ მანქანის რეცხვას დაიწყებ ჩემთვის ყველანაირად პიკი ქაჯობის მიუღებელი დიდი უკაცრავად ეხლა უყველასა არ მაგათი ფერების თავი მაგრამ ეს არის თავში ავარდნის თემა ნახე ესე გონია რომ მაგაზე უკეთეს მანქანა არ უყიდია გამეიღეთე თვალებში რას ლაბარაკ ხო ან თუნდაც სამსახური ერთი სხვათა შორის სტუმარი გოგო იყო რაღაცა ესე და მე მომიწია შეხვედრა მეგობარი აქირავებდა რა ბინას და უნდა მიმიყვანა იმ ბინაში ეს გოგო და როგორც ფეხი გადმოდგა მანქა ტაქსიდან ამ გოგომ რო დაიწყო თავისკება მეო ის დავამთავრე ასე ისე ну რა ვიცი მე სახლში შემოვიდა და მე არ ცხოვრობ ეხლა რაღაცა ვაუ სუფთად რაღაცა ისე ძალიან უბრალოდ ცხოვრობ სიმართლე რო გითხრათ და მეტი ოცნება არ მქონია არასდროს ხო და არ იმასკნად ეხლა არ დაიწყოთ ვაიმე რა იმიტომ რომ არ მქონია მეტი სურვილი ხო და რომ შემოვიდა რა ვიცი რა მოხდა ამ გოგოს თვალზე და მე ისევ ცხოვრობ მე მუხის პარკეტები მაქვს აღი და გავჩერდი მე ცოტა ნერვი მომიშალა და ხარი შენია თქო თურმე ერთი სამი ძმა ყოლია იქ დედმამის ნაშრომი ცხოვრებაზე დამიწყო ესეთი ისა მუხის პარკეტები და ესეთი რემონტი აქვს და დედმამის გარემონტებული მისი ძმების და მისიც არ არის მისი ძმის არის რომელიღაც ერთის ესა რა ქვია ეს ქონება და ცხოვრება მისია თუ მაგრამ ტიპიურად ისეთი იყო ესე ტვინი წამჭამა რა 2 საათში სანამ ეს დანიშნულების ადგილას მივიყვანე და მასკენი ვიღიმედე და ჯერ ყველა ინფორმაცია გავიგე მის შესახებ და მე ეს ვინ ჩამოვიდა ესე იგი აქ ბათუმში ისა რა ქვია რაღაცა თითქოს პრეზიდენტი იყო თუ მინისტრი იყო თუ რა ვიცი მე მსოფლიო მმართველი იყო ვინ იყო ჯერ კიდევ ვერ დავადგინე წლები გავიდა მის მერე მაგრამ ვიღაცა ძალიან მაგარი რო იყო ეს კი მისი გადმოცემით ხო ანუ ეს თავში ავარდნის თემები რატო გიყვებით ახლა ამ ყველაფერს არის კიდე ადამიანები რომ ესეთი ისინი აქვთ ავი რა ტრაბახი ამას არ ქვია თავის წარმოჩენ და მე ასე ვიზამ და მე რო საქმეს გავაკეთებ და მე რო ვიზამ და მე რო ერთი კიდე გამახსენდა ადამიანი ბიჭო მე რო ვიმღერებ და მე რო ვიცეკვებ და მე და ბოლო გადამივიდა თავზე და მითხარი კი გასაგე სად გიმღერია სად გიცეკვე საღაცო სამტრედიაში ვიყავითო გასტროლით ამეთქი
სამტრედიაში იყო. გასტროლით არა. ესა ჯგუფი წავიდა რაღაცა ესა რაღაცის, რა ვიცი, სტუმრად თუ ექსკურსია ვერც მივხვდი რა იყო პიკნიკზე და იქ იმღერა დოლზე თუ რაღაცა სკამზე იმისანა დაუგდა. ყველას მოეწონა სულ მადლობები უხადეს. რატო გეუბნებით ახლა? ესეთი ადამიანის გავლენის ქვეშ თუ მოექცევით, ისინი ვინც ესე დაგიწყებენ საუბარს და ძალიან რაღაცა ყოველთვის დაგიმტკიცებენ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მაგდენს. არა და ისეთი მაგალითები მოგიყვანით ახლა, ვინც თქვენ აქ და ჩემთან წარმატებულები ხართ ძირითადად ძალიან კარგად იცით შრომის ფასის და რა არის ყველაფერი, დარწმუნებული ვარ გაგეღიმებათ მაინც თუ არ გაგეცინებათ, ხო? დასაფიქრებელი თემა არის. ამიტომ რატომ მოვყევი ეს ისტორია? აქ არის რაღაც ესეთი მინიშნებები, შემოდის ვიღაც ქალბატონი და ესე გიმტკიცებთ. აი ამაში ამ გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, იმიტომ რომ თქვენს წარმატებას ეს კეტავს. თქვენ თუ ამას დაიჯერებთ, ან გაიფიქრებთ, იმე ხო რა შევძლებ, ვერ შევძლებ, 5 საქმეს ერთად აკეთებ, 10 საქმეს და თქვენ ამას ვერ შეძლებთ. მე არც გირჩევთ 5 და 10 საქმე ერთად აკეთოთ. გააჩნია კიდე საქმეს. ჯობია ერთი გააკეთოთ, ხარისხენად კონცენტრირდეთ, გავუშვათ ენერგია იქ, დაიხარჯოთ ბოლომდე და მერე ეტაპობრივად მიყვეთ. თუ არა და ეხლა სახლს თუ ალაგებთ და ლობიო გაქვთ გაზზე მოხარშული არ არის, მოსახარში დადგმული არ არის სავალდებულო, დაადგეთ ამ ლობიოს, ნახეთ ქვაბს თავზე და უყუროთ როდის მოიხარშება. დაატოვეთ, ოღონ არ ჩაგეწვა და შეგიძლიათ ფარდები დარეცხოთ, რა ვიცი არის სახლი დაგვათ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის უკვე რამდენიმე საქმე ერთად. მაგრამ თუ თქვენ ამას დაიჯერებთ, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ და უნდა დადგეთ ამ ლობიოს, უნდა დაადგეთ თავზე ლობიოს ქვაბს, ხო თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ ბევრი საქმის გაკეთებას, ახლა სახლის დალაგებას სიტყვაზე, სანამ ის ლობიო მოიხარშება. გამიგეთ რისი თქმა მინდა? აი აქ ესეთი რაღაც მინიშნებები შემოდის, რაც კი ბატონო, რა თქმა უნდა, დროში უკან დაგხებთ, ჯერ დაიღლებით, სანამ ლობიო მოიხარშება, ფეხზე რო იდგეთ და უყუროთ ამ ქვაბს. რა ვიცი, კედლებზე დაიწყებთ ციაროს, ფსიქოლოგიურადაც დაზიანდებით. ეს გადაიტანეთ ახლა თქვენ საქმეზე. ეს ინფორმაცია. ვისთან რა? გამიგეთ რისი თქმა მინდა? კიდევ არის აქ რამე დარჩენილი. ხო, დანარჩენს აი ამის თქმა უნდა და ამ დასტას მიაქციეთ ყურადღება, დღესთვის საკმარისი ახლა ამ პირველ ვარიანტში ჩემოგარგება კარგად იმასგანი გავიკლიკე ენად. და ძალიან დიდი დრო მეორე ვარიანტი, იმედი არ დამეჩაგრება. ნახოთ თქვენთან რა პრობლემა მეორე ვარიანტთან. და სიზმრების სახით, სიზმრებზე ქონდა იმ მინიშნებები და სიზმრები რას მიგანიშნებთ. თქვენ აქ არ არის გამორიცხული, შეიძლება ცხოველები, შეიძლება ვიღაცა გეჭუბება ან რაღაც უსამართლოდ გექცევა ან რაღაცნაირად მოდის, რაღაცა უნდა წაგართვას ან რაღაცებს ესეთი სიზმრები არის აქ ძირითადად. ვისთვისაც რეზონინდა, მისთვის არის გაშლა. ეს რას მიგანიშნებთ ეს ყველაფერი? დრო არის, ნახეთ, ის ვიღაცა თქვენს ცხოვრებაში მატყუარა ან ესეთი ტიპაჟი შეამჩნიოთ, გამოიკულიოთ, მიხვდეთ, გაიაზროთ და გაიგოთ. ობიექტურობას გთხოვთ აქ თქვენი მინიშნებები და სიზმრები ძირითადად. ობიექტური იყავი, რაღაც გაახილე თვალების თემა არის. თქვენ ამ წუთში ახვეული გაქვთ თვალები, ახვეული. რაღაცას ვერ იმაშვები. როგორ არის, იცით, მიყვებით ცხოვრებას, თითქოს ყველაფერს ხედავთ, მაგრამ არ გინდათ ალბათ გაიაზროთ, ხო? ესეც გასაგები არის, შესაძლებელია თქვენ ნახეთ, ძალიან კარგად იცით ადამიანი გატყუებს, მაგრამ არ იმჩნევ რაღაცა მიზეზების გამო. რა მიზეზებია, ახლა იქ ტექსტებია თუ რა არის, ეს ანაწყობს ადამიანს, ან არ აწყობს, ხო? გასაგები არის ეს გარკვეულ დროით, მაგრამ
ობიექტურობა არ დაკარგოთ, ესე გეუბნებათ ეს ყველაფერი. ანუ ამას არ შეეჩვიო. კი, გჭირდება შეიძლება მისი ენერგია, შეიძლება შენს გაწყობს კაი მომატყული ოღონდ გჭირდება ადამიანთან ან კომუნიკაცია, რაღაცა არის, ხო? მაგრამ არ მიეჩვიო ისე, რომ ეს მერე დაიჯერო და ძალიან შეტოპო. ანუ ეს გაცნობიერებულად კონდეს, შენ უბრალოდ ეს ადამიანი ამ წუთში რაღაცის გამო გჭირდება, თუნდაც მასთან ყავის დალევა, თუნდაც 1 საათი დალაპარაკება, მაგრამ ეს თქვენთან მოდის უკვე მინიშნებად. შეიძლება აქ პირდაპირ მელია გესიზღვრებათ, ან რაღაცა ისეთი ცხოველები. ეს გემაშვება თქვენი სიზმარი, ხო? სხვა მე აქ ვერაფერს ვერ ვიტყოდი, აქ იმე დედა. ფრთხილად იყავით, სხვა ვერაფერს გეტყოდით კი არა, აქ თქვენი ბარაკა, თქვენი რაღაც არ ჩაიკეტოს, ფრთხილად იყავით. არ ჩაიკეტოს. ეს არის, ოღონდ ზუსტად გეუბნებით, ეს არის ვიღაცა მუსლიმანიდან. ჩაკეტვა. კაცია. ან კაცის მხარედან არის ვიღაცა. მუსლიმანი, ბიჭის მხარედან. ამან არ ჩაკეტოთ თქვენ წარმატებას ყველაფერს აღწევთ, ეს სიზმარი არის თუ რაღაცა მინიშნებები, მაგრამ აქ სიზმარზე და იმგენზე უფრო მეტად კიდე რეალური რაღაცეები მიფიქსირდება. თქვენ ამას გაიაზრებთ, წარმატებას მიაღწევთ და მერე უცებ მომენტალურად აქ ვიღაც გამოჩნდება ისეთი ძალიან გულწრფელად. ფრთხილად იყავით, ეს მე რამდენეთ ამომდის უკვე ეს ვიღაცას ზუსტად ეხება. ამას თქვენ იცნობთ. ამას ყავს მუსლიმანი, ან თვითონ მუსლიმანი და მიყვება ისეთ რაღაცა იმგეს, ან ოჯახში. არ მიფიქსირდება კარგად, აქ პირდაპირ ჩაკეტვა არის ამ ადამიანთან. აქ მინიშნებებს თქვენ ამას თუ არ ღებულობთ, მიიღებთ და იყავით ყურადღებით, აი ესეთი მეორე ვარიანტი გქონდა, უფრო მოკლე იყო, შეგიძლიათ მეორე ვარიანტმა პირველი მოისმინოთ, საინტერესო ინფორმაციები გავაჟღერე უბრალოდ იქ და ამის გამო. რაც გამოგადგებათ, ან დაგაფიქრებთ, ან უბრალოდ გეცოდინებათ და აი ამიტომ გეუბნებით. დღევანდელი კაშლა ის იყო. გისურვებთ წარმატებებს, გამოიჭერეთ, დამილაიქეთ გვერდი. თორემ იცოდეთ საჭირო დროს არც ერთი ინფორმაცია, რასაც გიჟღერებთ, არ გაგახსენებათ. არ ხუმრობ. ამიტომ დამილაიქეთ და გამოიჭერეთ გვერდი. დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს. დროებით.